მოდით ჯერ დავიწყოთ ტერიტორიები. პირველი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხი, რაზეც როგორც ჩანს, უკრაინელები არ თანხმდებიან და არის ამაში ლოგიკაც, რატო არ თანხმდებიან. ეს არის აშშ იურიდიულად, დე იურეთ ამ შეთანხმების თანახმად აღიარებს ყირიმს როგორც რუსეთის ნაწილს. ჩვენ ვიცით რომ ყირიმი მოდით ვაჩვენოთ ბარემ რუკაზეც, მთლიანად არ ვაჩვენოთ, მეც რო ჩანდეთ, ჩვენ ვიცით რომ ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იქნა ანექსირებული რუსეთის მიერ, მაშინ ეს საკმაოდ უმტკივნეულო და რაღაც ზედმეტი შეიარაღებული წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა რუსეთმა და 2014 წლიდან ყირიმის ნახევარკუნძული სადაც წლების განმავლობაში მათ შორის ბაზირებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი რუსეთის შემადგენლობაშია და რუსეთისთვის ყირიმს აქვს რო არ განმეორდე ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც გეოპოლიტიკური, ასევე გეოგრაფიული, ეკონომიკური, უსაფრთხოების კუთხით, ისტორიული თვალსაზრისით, რეპუტაციული თვალსაზრისით, რუსებისთვის ყირიმი არის რაღაც ერთ-ერთი სიმბოლო და ეხა რო ბოლომდე ობიექტურები ვიყოთ, აქვს რუსეთს გარკვეული ისტორიული მორალური, ასე ვთქვათ, უფლება, რომ ყირიმზე გარკვეული პრეტენზია გამოთქვას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა რუსეთმა ყირიმისთვის და არის გარკვეული ლოგიკა, რატომაც ასე უნდა რუსეთს ყირიმი. სულ თავი დავანებოთ იმას, რომ დიდწილად ყირიმში რუსები ცხოვრობენ და ყოველთვის რუსი მოსახლეობა რუსეთისკენ იყო ლოიალურად განწყობილი. ეს ერთი საკითხი, რაც გასაგებია, რომ უკრაინისთვის პრობლემატურია და ძალიან საკვანძო საკითხია და ამაზე ცალკე გადავალთ ჩვენ, აი დღევანდელი ეთერის განმავლობაში ვისაუბრებთ ზოგადად ყირიმის აღიარება, არ აღიარების საკითხი, რას ნიშნავს მათ შორის საქართველოს კონტექსტში, ჩვენთვის ეს რისი მომტანია. ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ ამ თემაზე. ეხლა გავაგრძელოთ. მეორე საკითხი ეს არის აშშ ფაქტობრივად, დე ფაქტო ცნობს რუსეთის კონტროლს ლუგანსკის ოლქზე, რას ნიშნავს ეხლა ეს დე ფაქტო ცნობა. ცხადია, იურიდიულად რუსეთის პრეტენზიას ამერიკა არ აღიარებს. თulis რომ ლუგანსკის ოლქი აი ეს ტერიტორია. ესაა ლუგანსკის ოლქი. ამას თulis იურიდიულად ამერიკა უკრაინის განუყოფელ ნაწილად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილად, თუმცა დე ფაქტოდ, აი უშუალო ლაპარაკებში და პოლიტიკის განხორციელებაში, მიწაზე რუსეთი აღიარებს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერესის სფეროა ეს შესაბამისად ამ თემას ამერიკა არ დაუბრუნდება. მესამე საკითხი ეს არის აშშ ფაქტობრივად, დე ფაქტოდ ასევე ცნობს რუსეთის კონტროლს ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხერსონის და ხერსონის ოლქებზე. თუ შეიძლება ისევ დავაბრუნოთ რუკა. აქ საუბარია დანარჩენ უკრაინის ტერიტორიებზე, რაც ასევე რუსეთს აქვს ოკუპირებული და მის საჯარისო ფორმირებები აკონტროლებენ, ეს არის დონეცკის ოლქის ნაწილი, ესაა დონეცკის ოლქის ნაწილი, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი და ხერსონის ოლქის ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს გამყოფ ხაზზე, სადაც უშუალოდ ეხლა ფრონტი გადის, ამაზე ხდება მინიშნება. შეგახსენებთ, მანამდე რუსები ამბობდნენ, რომ რუსეთს უნდა დაუბრუნდეს მათ შორის ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის სრულად ოლქები, აი რუკაზე რო ვაჩვენოთ, ეს ლურჯად მონიშნული ტერიტორიები, ეს არის მაგალითად ხერსონის ის ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, ეს მდინარის მარცხენა მხარეს, ეს არის ზაპოროჟიეს
ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, ზაპოროჟიეს ოლქის, მათ შორის ქალაქ ზაპოროჟიეს ჩათვლით და აი ეს დარჩენილი ტერიტორია, ეს არის დონეცკის ოლქის ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ანუ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა 2022 წლის სექტემბრის თვეში მთლიანად ეს ოლქები საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, მათ შორის კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ საკუთარ კანონმდებლობაში ასახა, რომ ეს ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ველზე, ანუ რეალურად მას რუსეთი არ აკონტროლებდა და მათ შორის არაერთხელ აჟღერებდა რუსეთი იმ პოზიციას, რომ მას მთლიანად ჭირდება ეს გამოცხადებული ოლქები და უკრაინელებმა თუ სურთ მათ შეთანხმება, უკან უნდა დაიხიონ და დატოვონ ეს ტერიტორიები. ნუ როგორც ჩანს, ამაზე ხდება ერთგვარი შეთანხმება და როგორც ვიცით, რუსები თანახმანი არიან ამ პოზიციაზე, რომ ცეცხლი შეწყდეს გამყოფ ხაზზე, ანუ გაიყინოს კონფლიქტი გამყოფ ხაზზე. შემდეგი საკითხი ეს არის უკრაინა ასევე იბრუნებს კონტროლს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, ნუ აქ ცოტა ის ბუნდოვანია, რას ნიშნავს კახოვკის ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნება, იმიტომ რომ თუ შეიძლება ისე ვაჩვენოთ, კახოვკა არის აი ეს ტერიტორია ხერსონის ოლქი, სადაც ადრე იყო მათ შორის დამბა, რომელიც ვიცით რომ აფეთქდა, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა, რომ რაღაც რუსები აბრალებდნენ, რომ უკრაინელების აფეთქებული იყო, უკრაინელები თავის მხრივ აბრალებდნენ, რომ რუსების აფეთქებული იყო. რანაირად მოხდება ამაზე უკრაინული იურისდიქციის ან რაღაც სხვა ფორმის კონტროლი არ ვიცით და ეს ჰიდროელექტროსადგურიც ვიცით რომ აფეთქებულია და მოშლილია, თუმცა შეიძლება მომავალზე მიდის საუბარი, როდესაც მოხდება ამ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ესეთი ზოგადი ტექსტის სახით ვიცით რომ უკრაინას დაუბრუნდება გარკვეული კონტროლი, შეიძლება ეს მოხდეს არა უშუალო კონტროლის თვალსაზრისით, შეიძლება ვიღაც უკრაინელ სპეციალისტები დაუშვან რუსებმა თავის ტერიტორიაზე, მაგალითად როგორც ჩვენი სპეციალისტები, ენგურჰესის სპეციალისტები გადადიან აი გალში, სადაც ენგურჰესის ნაწილია გადამყვანი ის ინფრასტრუქტურაა, მანდაც ვახერხებთ ჩვენ ექსპლუატაცია, შეიძლება ამ დაგვარ რაღაცა კოლაბორაციაზე იყოს საუბარი. თუმცა ეს არ არის კრიტიკული და შემდეგ კიდევ ერთი ტერიტორიული საკითხი, ეს არის უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს კიმბურნის ნახევარკუნძულზე. მოდით ესეც ვნახოთ, აი რაზე აქვს საუბარი, თუ შეიძლება რუკა დავაბრუნოთ. კიმბურნის ნახევარკუნძული არის აი ეს საინტერესო ვიწრო ხმელეთის ასეთი ნახევარკუნძული, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მდინარე დნეპრის, აი ეს არის მდინარე დნეპრი, ის რომ უერთდება შავ ზღვას იმის ბოლო ადგილას მდებარეობს, აი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ტერიტორიის მეშვეობით ხდება დნეპრზე ნაოსნობის კონტროლი, რაც მართლა კრიტიკულია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით დნეპრი მდინარე ნაოსნობისთვის გამოიყენებოდა ყოველთვის, საკმაოდ დიდი მდინარეა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ძიმე დანაკარგი იქნებოდა უკრაინისთვის. როგორც ჩანს, აქაც არ მიმდინარეობს საუბარი, რომ პირდაპირ კონტროლზე, რომ აი ეს ტერიტორია, ეს პატარა ნახევარკუნძული უკრაინას დაუბრუნდება და იქ უკრაინული ჯარი დადგება, ალბათ აქაც საუბარია ერთობლივ ექსპლუატაციაზე, ანუ უკრაინელებს შეეძლებათ დაუბრუნებლად მდინარე დნეპრის გამოყენება სავაჭრო, სანაოსნო საქმიანობისთვის, ალბათ ამაზეა საუბარი. ეხლა რაც შეეხება შემდეგ საკითხს, რაც ასევე ასახულია ამ სამშვიდობო გეგმაში, ეს არის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გარკვეული გარანტიების მიღება ევროპის ქვეყნებისგან. ხაზგასასმელია, რომ გარანტიების მიღებაზე, როდესაც
აი აქ პუნქტებია ჩამოწერილი, მან არცად არ არის ნახსენები ამერიკა. ანუ ამერიკა არანაირ გარანტიებში, ანუ არანაირ ვალდებულებას და პასუხისგებლობას არ იღებს თავის თავზე, არცად არ არის ასახული მისი ეს სამომავლო, ასე ვთქვათ, ფუნქცია, თუმცა ასე ზოგადად არის ნახსენები, რომ უსაფრთხოების გარანტიებს თავის თავზე აიღებს ევროპა. რა ფორმის უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი ეს, ჯერ არ ვიცით. თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ხა ევროპულმა ქვეყნებმა იქ ჯარები შეიყვანონ, რუსები ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან, თუმცა შეიძლება რაღაც აი როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის მაგდაგვარი გარანტიები ქონდა უკრაინას თავის დროზე, რომ აი ბრიტანეთი მაგალითად მათ შორის იღებდა ვალდებულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების და საზღვრების უღრველობის დაცვას, შეიძლება ამდაგვარი რაღაც ჩანაწერი გაჩნდეს ამ საერთო შეთანხმებაში. შემდეგი პუნქტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინა უარს იტყვის თავად დეკლარირებულად გამოაცხადებს უარს ნატოში ინტეგრაციაზე, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება უკრაინის პროპაგანდისთვის და პოლიტიკური ორიენტაციისთვის და რუსეთისთვის იქნება ერთგვარი პოლიტიკური გამარჯვებაც მათ შორის, გარდა სამხედრო გამარჯვებისა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი იწყებოდა რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის გამოცხადებით, რომ უკრაინა უნდა გამختارიყო ნეიტრალური სახელმწიფო. ანუ ერთ-ერთი პოლიტიკური პრეტენზია, რომელიც წინ უძღოდა უკრაინის ტერიტორიაში შეჭრას რუსეთის მხრიდან, იყო სწორედ აი ეს კატეგორიული ულტიმატუმი, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინის ინტეგრაცია ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოების ორგანიზაციაში. თუმცა გარკვეული ბონუსის სახით უკრაინას დარჩება ევროკავშირი, სადაც ნახსენებია, რომ უკრაინას პოტენციურად შეუძლია მომავალში გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამასთან დაკავშირებით რუსეთს პრეტენზია არ ექნება. ეხლა გადავიდეთ ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც ასევე ასახულია ამ შეთანხმების ტექსტში. პირველი, უკრაინის სრული აღდგენა უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა მოხდეს გარკვეული ფინანსური კომპენსაციის მიღება. ვისგან უნდა მოხდეს ფინანსური კომპენსაციის მიღება, ეს არ არის ასახული, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ჩვენ ვიცით, რომ ევროპულ და დასავლურ ბანკებში არის გაყინული დაახლოებით 300 მილიარდი რუსული ფული, ანუ რუსეთის სახელმწიფოს აქტივები არის გაყინული დასავლეთის ბანკებში, იქ ინახავდა რუსეთი თავის აი ამ რეზერვის სახით, ამ სხვადასხვა ფონდებში თავის ამ ფულს და როგორც ექსპერტები და როგორც რაღაც ინფორმაციები ვრცელდება, რუსები არიან თანახმა, რომ ეს თანხა მოხდეს, ამ თანხის გამოყენება მოხდეს უკრაინის აღდგენაში, იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხის ნაწილი მათ შორის დაიხარჯება უკრაინის იმ ნაწილის აღდგენაში და რესტავრაციაში, რასაც რუსეთი აკონტროლებს. ანუ უნდა გაიყოს ნაწილი, უნდა უკრაინელების მიერ კონტროლირებად უკრაინაზე უნდა დაიხარჯოს ამ ფულის, ნაწილი უნდა დაიხარჯოს აი ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის აღდგენაში. არის გარკვეული კომპრომისული ვარიანტი ისე ობიექტურობისთვის, რომ ითქვას